ძალიან ხშირად ჩვენი ადამიანური წარმოდგენებით, ჩვენი ადამიანური ლოგიკით არასწორი მიმართულებით შეიძლება ვითარდებოდეთ. რაც არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი ხელით აშენებდე და მეორე ხელით ანგრევდე. რასაც აშენებ, იმ შენებლობას რაღაცა გამაგრება და შენარჩუნება სჭირდება. ამიტომაც თუ კი მართლაც სამების სახელით ვლოცულობთ, თუ კი მართლაც მისი სახელით მარხულობთ და ეკლესიაში ვიკრიბებით, სწორი შემეცნებაც, აი ეს აუცილებელი სწორი შემეცნება ჩვენთვის ნამდვილად საჭიროა. ამიტომ რომ ეს გასაღები თითოეული ამ სახარებაშია მოცემული. გახსოვთ როგორ იწყებს ქადაგებას იოანე ნათლისმცემელი. შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არ სასუფეველი ცათა. და სად არის მოახლოებული? ცაში? შენში. იგივე ქადაგებას წარმოთქვამს მაცხოვარი პირველივე ქადაგებაზე ამბობს ესეთ რამეს. შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არ სასუფეველი ცათა. აი ამ ცათა სასუფევლის გასაღები შენ პირდაპირ მოგცეს. და რა არის ეს გასაღები? პირველი სიტყვა, შეინანეთ. ანუ თუ გაქვს სინანული, შენ ცათა სასუფევლის კარების გასაღები უკვე მოგეცა. თუმცა კი ეს თლად შიგნით შესვლასაც არ ნიშნავს. ამას კიდევ უფრო მეტი რაღაცა მეცადინეობა სჭირდება. ამიტომაც თქმა იმისა, თუნდაც მამაო ჩვენოს კითხვის დროს, რომ მამაო ჩვენო რომელი ხარ, სად რას ვამბობთ? ცათაშინა. ეს ჩვენთვის თუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა, მაშინ ჩვენ არც მამაო ჩვენო გაგვიგია რა არის, არც საუკუნო სასუფეველი და არც ღმერთის შეცნობის შესახებ არაფერი არ ვიცით. არ გვსმენია, ჩვენს გულში არ ულაპარაკია ღმერთს, იმიტომ რომ თუ გეოგრაფიულად შემოსავსგრავთ, რომ ღმერთი მხოლოდ საშია, მაშინ პეტრემ რა განიცადა თაბორის მთაზე? მაშინ თითოეულმა ჩვენგანმა როგორ შეიძლება ვიურთიერთობოთ ღმერთთან, თუ კი ის მხოლოდ საშია და არ არის მაგალითად ჩემს სახლში, არ არის ჩემი მეზობლის სახლში, არ არის ყველგან. ყველგან მყოფია ღმერთი და ცათა სასუფეველი იქ არის, სადაც ადამიანი მას შეიცნობს. ისევე როგორც პეტრემ დაინახა უქმნელი ნათელი, ეს იყო ცათა სასუფევლის გამოვლინება მისთვის. რაოდენი ძალედვათო მოციქულებს რატომ წერია? იმიტომ რომ რამდენსაც დაიტევდნენ ისინი თავიანთი ადამიანური ძალით, იმდენი გაეცხადათ და გაეცხადათ აქ დედამიწაზე. ამიტომაც საუკუნო ესე იგი ეს სიცოცხლე, რომლის ფორმულირებასაც ჩვენ არაერთხელ წავიკითხეთ და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ საუკუნო სიცოცხლე ის არის, რომ შეგიცნონ შენ, სინამდვილეში არის რა? ღმერთთან შეერთება, იმიტომ რომ ის არის საუკუნო. მას არ აქვს დასაწყისი და დასასრული.